რა უნდა გავაკეთოთ დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ? პირველ რიგში აუცილებლად მიმართეთ გადაუდებელ კონტრაცეფციას, ანუ მიიღეთ ჰორმონალური კონტრაცეპტივი სქესობრივი აქტის შემდეგ 72 საათის განმავლობაში. რაც უფრო ჩქარა მიიღებთ, მით უფრო ეფექტურია. სქესობრივი აქტის შემდეგ ერთ კვირაში მიმართეთ თქვენს გინეკოლოგს, რათა ჩაიტაროს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტიკა, როგორიც არის ქლამიდია, მიკოპლაზმა, ტრიხომონა და გონორეა. რაც შეეხება პაპილომავირუსს, პაპილომავირუსის ინკუბაციური პერიოდი, ანუ გამრავლების პერიოდი, მიმდინარეობს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე. ყველაზე საუკეთესო ვარიანტი არის სქესობრივი აქტის შემდეგ 3-6 თვეში ჩაიტაროთ პაპილომავირუსის ტიპირება და შემდეგ 1 წელიწადში გაიმეოროთ. სქესობრივი აქტის შემდეგ 3 თვეში აუცილებლად ჩაიტარეთ სისხლის გამოკვლევა, შიდსზე, ათაშანგზე, ანუ სიფილისზე და ჰეპატიტისზე. გაითვალისწინეთ, რომ უმრავლესი ინფექციები მიმდინარეობს უსიმპტომოდ და ამიტომ საუკეთესო ვარიანტი არის თავდაცვის პრეზერვატივი. პრეზერვატივი გიცავთ არა მხოლოდ არასასრუელი ორსულობისგან, არამედ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგანაც.